დოსტოევსკის გმირები გრძნობენ თავიანთ შინაგან დაუსრულებლობას, ნეზავერშონნას ბახტინის თქმით, თავიანთ უნარს გააბათილონ ნებისმიერი სასრული განსაზღვრება, რომელიც მათ მიმართ შეიძლება იქნას გამოთქმული. წამყვანი გმირების დიდი დიალოგის პროტაგონისტების, მაგალითად რასკოლნიკოვის, სონიას, მიშკინის, სტავროგინის, ივან და დმიტრი კარამაზოვების შემთხვევაში საკუთარი დაუსრულებლობის ღრმა შეგრძნება რეალიზდება იდეოლოგიური აზრის, ბოროტმოქმედების ან გმირობის მეშვეობით. ადამიანი არასოდეს ემთხვევა თავის თავს დოსტოევსკის მიხედვით, დოსტოევსკის რომანებში. მის მიმართ ვერ გამოვიყენებთ იგივეობის ლოგიკურ ფორმულას ა უდრის ას. დოსტოევსკის აზრით, პიროვნების ჭეშმარიტი არსებობა ხორციელდება ადამიანის თავისთავთან დაუმთხვევლობის ამ წერტილში, როდესაც ის ცილდება თავისი თავის საზღვრებს. დოსტოევსკი აკრიტიკებდა სასამართლო ფსიქოლოგიას, რომელიც ერთნაირი ალბათობით უშვებს ურთიერთგამომრიცხავ გადაწყვეტილებებს, უარეს შემთხვევაში კი ამცირებს ადამიანის ღირსებას არასწორი უსამართლო განაჩენით. დანაშაულსა და სასჯელში შესანიშნავი გამომძიებელი პორფირი პეტროვიჩი ხელმძღვანელობს არა სასამართლო ფსიქოლოგიით, არამედ განსაკუთრებული დიალოგური ინტუიციით, რომლის მეშვეობითაც სწრდება რასკოლნიკოვის დაუსრულებელ სულს. ყალბი არასწორი ფსიქოლოგიის ყველაზე ღრმა სურათი მოცემულია რომანში ძმები კარამაზოვები. გამომძიებელიც, მოსამართლეებიც, პროკურორიც, დამცველიც და ექსპერტიზაც ვერ ახერხებენ ჩასწრდნენ დმიტრის სულს, მისი პიროვნების სიღრმეებს და ამის ნაცვლად ცდილობენ მიაწერონ მას წინასწარ განსაზღვრული ნორმალური სქემების მიხედვით, ნორმალური ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, გარკვეული სულიერი განცდები. ისინი ხედავენ მხოლოდ განცდებისა და ქცევების ფაქტობრივ გარეგნულ მხარეს და არა შინაგან არსს. ჭეშმარიტი დმიტრი მათ სასამართლოს არ ექვემდებარება და ის თვითონვე ასამართლებს თავის თავს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ დოსტოევსკის რომანებში ავტორის ცნობიერება საერთოდ არ არის გამოხატული. პოლიფონიური რომანის ავტორის ცნობიერება ამ ასეთ რომანში, პოლიფონიურ რომანში აქტიურად მონაწილეობს, მაგრამ ამ ცნობიერების ფუნქცია და მისი აქტივობის ფორმები სხვაგვარია მონოლოგური რომანისგან განსხვავებით. ავტორის ცნობიერება ასეთ რომანში, პოლიფონიურ რომანში არ აქცევს სხვა ცნობიერებებს, გმირების ცნობიერებებს ობიექტებად და არ იძლევა საბოლოო განსაზღვრებებს. მის წინაშე არიან თანაბარუფლებიანი, მასავით უსასრულო და დაუსრულებელი ცნობიერებები და ავტორის ცნობიერება ასახავს არა ობიექტთა სამყაროს, არამედ სწორედ ამ სხვა ცნობიერებებს, მათ ჭეშმარიტ დაუსრულებლობას. მაგრამ შეუძლებელია სხვისი ცნობიერებების ისეთი ჭვრეტა, ანალიზი, განსაზღვრა, თითქოს ისინი ობიექტები, საგნები იყვნენ. შესაძლებელია მხოლოდ მათთან დიალოგური ურთიერთობა. მათზე ფიქრი ნიშნავს მათთან საუბარს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მყისვე წარმოვიდგებიან ობიექტების სახით, თუ მან თავის თავში იკეტებიან. პოლიფონიური რომანის ავტორს მოეთხოვება უაღრესად დაძაბული დიალოგური აქტივობა. როგორც კი ეს აქტივობა სუსტდება, იწყება გმირების გახევება, გასაგნება,
და რომანში თავს იჩენს ცხოვრების მონოლოგური ფრაგმენტები, მონოლოგურად გაფორმებული ფრაგმენტები და ასეთი ფრაგმენტები შეიძლება ვიპოვოთ დოსტოევსკის ყველა რომანში, მაგრამ ისინი არ განსაზღვრავენ მისი შემოქმედების როგორც მთლიანობის ხასიათს. პოლიფონიური რომანის ავტორს მოეთხოვება არა საკუთარი თავის და თავისი ცნობიერების უგულებელყოფა, არამედ მისი უჩვეულო გაფართოება და გაღრმავება, რათა მან დაიტიოს სხვა თანაბარუფლებიანი ცნობიერებები თავის თავში. ეს ძალზე რთული არნახულად რთული ამოცანა გახლდათ, მაგრამ ის აუცილებელი იყო თვითცხოვრების პოლიფონიური არსის მხატვრული ასახვისას, რაც განახორციელა დოსტოევსკიმ. დოსტოევსკის ყოველი ჭეშმარიტი მკითხველი, რომელიც აღიქვამს მის რომანებს არა მონოლოგურად, არამედ ახერხებს დოსტოევსკის ახლებური საავტორო პოზიციის წვდომას, გრძნობს, ასეთი მკითხველი გრძნობს საკუთარი ცნობიერების აქტიურ გაფართოებას. არა მარტო ახალი ობიექტების, ანუ ადამიანთა ტიპების, ხასიათების, ბუნებრივი და საზოგადოებრივი მოვლენების ათვისების მხრივ, არამედ უპირველეს ყოვლისა სხვის თანაბარუფლებიან ცნობიერებებთან საგანგებო დიალოგური ურთიერთობებისა და ადამიანის სულის სიღრმისეულ პლასტებში დიალოგური შეღწევის სახითაც. ბახტინი აანალიზებს ლევ ტოლსტოის მოთხრობას „სამი სიკვდილი“. ეს არის პატარა, მაგრამ სამპლანიანი ნაწარმოები, რომელიც მეტად დამახასიათებელია ტოლსტოის შემოქმედებითი მანერისთვის. მოთხრობაში ასახულია მდიდარი მემამულე ქალბატონის, მეტლის და ხის სიკვდილი, სამი სიკვდილი. ტოლსტოი აქ გვიჩვენებს სიკვდილს როგორც სიცოცხლის დასასრულს, როგორც მის საბოლოო მომენტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მთელი სიცოცხლის შეფასება. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მოთხრობაში ფაქტობრივად ასახულია სამი დასრულებული თავისი საზრისით და თავისი ღირებულებით სამი სიცოცხლე. ეს სამი სიცოცხლე შინაგანად ჩაკეტილია და ერთმანეთისთვის უცნობია. მათ შორის არსებობს მხოლოდ გარეგნული კავშირი, რომელიც აუცილებელია მოთხრობის კომპოზიციური ერთიანობისთვის. მეტლე სირიოგა, რომელსაც მიჰყავს ავადმყოფი ქალბატონი, ართმევს მომაკვდავ მეტლეს მის ჩექმებს, მომაკვდავს ჩექმები აღარ დასჭირდებაო და შემდეგ მეტლის სიკვდილის შემდეგ ჭრის ტყეში ხეს საფლავზე ჯვრის დასატყმებად. აი ამგვარად უკავშირდება ერთმანეთს სამი სიცოცხლე და სამი სიკვდილი. მაგრამ აქ არ არის შინაგანი კავშირი ცნობიერებებს შორის. მომაკვდავმა ქალბატონმა, როგორც თქვით, არაფერი იცის მეტლისა და ხის სიკვდილის შესახებ. ამ უკანასკნელს არ მოიცავს მომაკვდავი ქალბატონის თვალთახედვა და მისი ცნობიერება. მეტლის ცნობიერებაც არ მოიცავს არც ქალბატონს და არც ხეს. სამივე პერსონაჟის სიცოცხლე და სიკვდილი გვერდიგვერდ მიმდინარეობს ობიექტურ სამყაროში, მაგრამ მათ შორის არ არის და არც შეიძლება იყოს არავითარი დიალოგური ურთიერთობა. ამასთანავე სამივე ცნობიერება მათი ჩაკეტილი სამყაროებით გაერთიანებულია, ურთიერთშეჯერებულია და გააზრებულია ავტორის თვალთახედვასა და მისივე ცნობიერებაში. მან ავტორმა ყველაფერი იცის გმირების შესახებ. ეს არის ყოვლისმცოდნე ავტორი, ეგრეთ წოდებული
ის ერთმანეთს ადარებს, ერთმანეთთან აპირისპირებს და აფასებს სამივე სიცოცხლესა და სიკვდილს. ავტორის ყოვლის მომცველი თვალთახედვა მნიშვნელოვნად გამოირჩევა პერსონაჟთა თვალთახედვებისგან. ქალბატონი ხედავს და გაიაზრებს მხოლოდ თავის მიკროსამყაროს, თავის ცხოვრებას და თავის სიკვდილს. მას არც კი ესმის, რომ შესაძლებელია ისეთი სიცოცხლე და სიკვდილი, როგორიც არის მეეტლისა და ხის ხვედრი. მას არ აქვს სამისოდ დიალოგიზებული ფონი. მეეტლესაც არ შეუძლია ჩასწოდეს თავისი ცხოვრებისა და სიკვდილის არსს. ის წარმოგვიდგება მხოლოდ ავტორის ჭარბი თვალთახედვით. ხეს, რა თქმა უნდა, ასევე არ შეუძლია ჩასწოდეს თავისი სიცოცხლისა და სიკვდილის სიბრძნეს და ამას მის ნაცვლად, ხის ნაცვლად ავტორი აკეთებს. ამგვარად, თითოეული პერსონაჟის სიცოცხლისა და სიკვდილის ტოტალური საზრისი წარმოუდგება მხოლოდ ავტორის თვალთახედვას და მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ მისი თვალთახედვა უფრო ჭარბია ვიდრე თითოეული პერსონაჟისა. ესე იგი, იმის ხარჯზე, რომ თვით პერსონაჟს არ აქვს არც ხედვის და არც გააზრების უნარი. ამაში მდგომარეობს ავტორის თვალთახედვის სიჭარბის მონოლოგური ფუნქცია. როგორც ვნახეთ, პერსონაჟებს შორის არ არის ტოლსტოისთან არ არის დიალოგური მიმართებები, მაგრამ არც მათ მიმართ ავტორის დამოკიდებულება ხასიათდება დიალოგურობით. თავის თვალსაზრის გმირის შესახებ ავტორი არ აზიარებს გმირს და გმირს არ შეუძლია პასუხი გასცეს მას, არ შეუძლია გაარღვიოს ავტორისეული შეფასების ჩარჩო. ავტორისეული დამოკიდებულება არ აწყდება შინაგან დიალოგურ წინააღმდეგობას გმირის მხრივ. ავტორი არ ედავება თავის გმირს და არც ეთანხმება მას რაიმეში. ავტორი საუბრობს არა გმირის შესახებ, არამედ არა გმირთან, არამედ გმირის შესახებ.